მოგესალმებით. სიკტურე და სიზმრე მოგესალმებით. ესასრულებაა თავისი დაზიანება. გამოიცით ჩაქცევად ის დაზიანებით. სამრავლობით უცხოელებს საფრთხე თავის თვისში და ასევე სხეულში. არა, ისინი არა. კარებს რო შესულან პირდაპირ აპარატი დაუწყიათ დედასთან და იქიდან პირდაპირ უსროლია ტყვიას. პირველი ჟაკანის ტიპის ტყვია იყო, რომელმაც კარები გაგლიჩა და ფეხში ის იყო და მეორე საფანტის ტიპის უკვე საფანტი პირდაპირ თავში მოხდა. ძლიერი კაცი და გეთხოვა და ხმეთ ახალ ნებისმიერ მომენტში მიხარია ეგეც ვხედავ. აბა გაიხარე, მაგრამ თიყავი და მომაშიც კიდე ვიყავ. ერთად ვისახურებ სამშობლოს. ჩვენ ვარ მართლა ამ ხალხის ძალის და გამტარების და მათი შეუძლებელობის ხალხი და დღეს მე მოვინახულე ორი პოლიციელი დაჭრილი სამწუხაროდ ეს არის ფაქტები, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მოხდა და ძალიან შემაწუხებელი და შემაშფოთებელი სტატისტიკაა. მე მინდა ყველას მივმართო ერთი ემოციის გასაზიარებად. თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ სამშობლოს, თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას, პატივს ვცემთ მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციას, იმიტომ რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც თქვენ ნახეთ, აი აქაც სხვა შემთხვევებში თავისი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ სიმშვიდეს, იმ ცხოვრების წესს, რომლითაც ცხოვრობს საზოგადოება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პოლიციას ვცეთ პატივი და რა თქმა უნდა დავემორჩილოთ პოლიციას, მაგრამ ამავე დროს თავარი არის დამორჩილებამდეც. მანამდე სანამ თქვენ ქუჩაში გხვდებათ პოლიციელი, თქვენი მეზობელია, თქვენი ახლობელია, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც იცავს თქვენს სიცოცხლეს და თქვენც უნდა დაიცვათ ამ ადამიანის სიცოცხლე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შედგება სამართლებრივი სახელმწიფო. ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს ხედავ დაჭრილ პოლიციელებს, ადამიანებს, ვინც ჩვენ გვიცავდა და ვინც სამწუხაროდ ამ თავის ბრძოლის ველზე მიიღო ეს დარტყმა.